დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გივით არგამაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, მხარეები შესავალ სიტყვებს წარადგენენ. გივით არგამაძის თქმით, კომისია არ არის ლეგიტიმური და შესაბამისად ის არ აპირებს მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებისთვის გივით არგამაძეს სასამართლომ 10,000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან არ გადაიხადა. პროკურატურას გავლით მოწმეები ყავს, მაგრამ პატრონი აღარ ყავს, პროკურორი აღარ ყავს და არ ვიცი დღეს როგორ ჩამოყალიბდებიან, ნახოთ ერთიან. მე რა უნდა მაინტერესებს, მაგათგან იმათ რა აინტერესებს, ჩემგან ეგეც არ იციან, როგორ წესიერად, თვითონ ვიყავი ომის გამოძიების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხო? მოადგილე რატო ვიყავი? იმიტომ რომ ოპოზიციონერი იყო თავმჯდომარე. და აქ ოპოზიციის კვოტას გადააფურთხეს უბრალოდ და გადაუარეს ზედა რაღაცა აი ამის იქით რაღაცა ველაპარაკო. ეს პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან არის თავიდან ბოლომდე სისხლის სამართლის კანონმდებლობის და საერთოდ ნორმატიული კანონმდებლობის თავდახირა დაყენება. ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ეს არის პირდაპირი მანიფესტაცია, რომ არავითარ სამართლებრივ ფუნდამენტურ პრინციპს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამოცანა არის რომ ვიღაც უნდათ დაიჭირონ, ნებისმიერ კანონს მიუყენებთ.